ტიტანიკზე იმდენი საინტერესო ისტორია არის მომხდარი და თან ერთობლივად იმდენი ამბავი ერთიანდება, რომ ცოტა ცრუ მორწმუნე რო იყო ადამიანი, იფიქრებ, რომ საუთჰემპტონის პორტში რაღაცა ჯადოსნურმა თუ ისეთმა ხელბა ეს ხალხი ერთად სპეციალურად შეკრიბა, რომ წაეყვანა ამ უცნაურ გემზე და მე ჩაეძირა. ამ ამბებში ერთ-ერთი ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება ტიტანიკზე მყოფ მზარეულს და მზარეულს და ვისკის. მოკლედ ეს ამბავი ერთიანდება ერთად. ეს მზარეული იყო ჩარლზ ჯოკინი, რომელსაც წესი და რიგით ეკუთვნოდა, რომ ესე იგი შეჯახების შემდეგ ესარგებლა იმ პატარა მომცრო ნავებით, რომელშიც ესე იგი პირველი კლასის ძირითადად მგზავრები უნდა ჩამსხნარიყვნენ და გადარჩენილიყვნენ. როგორც ვიცით, რაოდენობა ცოტა იყო ამ ნავების და საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ყველანი გადარჩენილიყვნენ. ამიტომ ამ ჯოკინს შეეძლო, რომ ესარგებლა მოკლედ ამ ნავით, მაგრამ პირველ მისი ისტორია დაიწყო იმით, რომ თავისი ადგილი დაუთმო მეორე თუ მესამე კლასში მყოფ ქალბატონს ელიზაბეთ დინს და თვითონ ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნა გადარჩენაზე, გააკეთა რა, შეტრიალდა სამზარეულოში. არა, უბრალოდ ჯერ აიღო ესე იგი იმიდან გემბანიდან წყალში დაიწყო გადაყრა შეზლონგების, სკამების და რაღაცა ესეთი ხის ნივთების, რაც ოკეანეში მყოფ ადამიანებს შეიძლება გადარჩენაში გამოდგომოდა. დაახლოებით როგორც მე დათვალეს 1500-მდე ასეთი შეზლონგი და ნივთი გადაყარა და ამ ყველაფერს რამდენიმე მე მგონი საათიც კი მოანდომა ამ ადამიანმა. და მე უკვე გემი რო უკვე ჩაძირვის ესე ვთქვათ პირას რო იყო მისული შეტრიალდა სამზარეულოში მოძებნა ირლანდიური ვისკი როგორც მე გაირკვა მოკლე ლოცვა მამაო ჩვენო წაიკითხა ბოლომდე ჩაცალა ეს ირლანდიური ვისკი და დაელოდა სიკვდილს და უცნაური არის ის რომ ეს კაცი ამ გაყინულ ოკეანეში გადარჩა ის ანუ ვისკი როგორც ჩანს რაღაც იმას ქნა რა სისხლძარღვები შეავიწროვა თუ არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ეს კაცი ეს ჯოკინი გადარჩა და საინტერესო კიდევ ის რომ ტიტანიკის ჩაძირული მგზავრებიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გადარჩენილიყო რომ არა რამდენიმე შემთხვევის ერთობლიობა. პირველი იყო ის რომ როგორც გემი შეეჯახა აისბერგს კაპიტანმა სოს სიგნალი გაუშვა და ამ სოს სიგნალის მიღების შემდეგ იქვე ახლოს სამი გემი ტრიალებდა, ანუ მასთან ახლო რადიუსში. პირველი ეს გემი იყო სამფსონი, მეორე იყო კალიფორნია და მესამე იყო კარპატია. კარპატიას ისტორია ჩვენ ვიცით, რომ ბოლოს ეს გემი მოვიდა და მან რამდენიმე ასეული მგზავრი გადაარჩინა, მაგრამ ყველაზე ახლოს იყო სამფსონი. სამფსონს შეეძლო, რომ რამდენიმე წუთის ასე ვთქვათ, განმავლობაში მისულიყო და გადაერჩინა ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ იყო ის, რომ ეს იყო ვეშაპებზე არალეგალურად მონადირე მეზღვაურების, ასე ვთქვათ, გემი და მათ ჩათვალეს, რომ იმისთვის, რომ ვთქვათ, თავიანთი ვინაობა არ გაემჟღავნებინათ, წაუყრუეს ამ ამბავს და სიგნალზე რეაგირება არ მოახდინეს, იმიტომ რომ ამის გამო მე შეიძლება ისინი დაეჯარიმებინათ. ასეთი უცნაური ამბავი მოხდა მათ. თუმცა მე მთელ მსოფლიომ გაიგო ვინ იყვნენ ესენი. მეორე გემი კალიფორნია იყო ცოტა შორს, შედარებით შორს ვიდრე სამფსონი. უბრალოდ ისინი ყინულებიან ადგილას იმყოფებოდნენ და კაპიტანმა ჩათვალა რომ მათი მეზღვაურები შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ. მიიღო ეს სიგნალი რაღაცა დაახლოებით
როგორც ამბობენ 10 წუთი იფიქრა და დაიძინა. გადაწყვიტა რომ ჯობდა თავის გემისთვის მიეხედა, ვიდრე გადაერჩინა მოკლედ ეს სხვა ხალხი და მხოლოდ ეს კარპატიას კაპიტანმა გადაწყვიტა რომ საშუალოდ მისულიყო, ის იყო 95 კილომეტრის დაშორებით, მეტი დრო დასჭირდა მისასვლელად, მაგრამ მაინც მივიდა და ნუ საკმარისი რაოდენობა ხალხის სამწუხაროდ უკვე ვეღარ გადაარჩინა, მაგრამ გადაარჩინა ეს ჩვენი კაცი, ჩვენი ჯოკინი, რომელიც იხსნა ირლანდიურმა ვისკიმ და მას მერე სულ ხუმრობ ხოლმე რომ ერთი ბოთლი ვისკი ადამიანს უნდა ეგდოს სადმე რა ვიცი მანქანაში, სახლში და ნუ ჯიბეში არ ჩაეტევა.